მოგესალმებით. ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ის, რომ 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი ნომერ პირველი მტერი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ეს, რა თქმა უნდა, პირველი მიზანია ამგვარი მოქმედებების. მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება. თქვენ გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ვერ შემდგარ უნიათო დიქტატორზე. ის სწორედ ვერ შემდგარ უნიათო დიქტატორად მოიხსენიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა, რომ ის თავად შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ რაც ყველაზე ძალიან მიყვირს არის ის, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები, მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს, ან როგორიც შესაძლოა მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება. ამგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე უნდა იყოს ბრძოლა, უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, უნდა იყოს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება უდაოდ ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა. ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება. მადლობა. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთის მხრივ უმძიმესი კვალი დარჩა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი 50 დღიანი შიმშილობის შემდგომ და ამავდროულად იცით, რომ მათ შორის საერთაშორისო ცნობებით დასტურდება ის, რომ ის იყო მოწამვლის მსხვერპლი რეჟიმის მხრიდან და ამგვარად ბუნებრივია გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო პერსონალის ქვეშ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ხდება დიქტატურის კონსოლიდაცია, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია ივანიშვილის მხრიდან, რომელიც მას აღიქვამს თავარ პოლიტიკურ და პირად მტრად ოპონენტად და მეტოქეთ, ისევე როგორც პუტინი და მეორეს მხრივ ცდილობს რეჟიმი, რომ ამგვარი მოქმედებებით მიიქციოს დასავლეთის ყურადღება.
ვინ არის ეს პირადი ექიმი ბოდიში? ვივამედის ექიმი, ხო? ნახა, რეჟიმის ტერორი, რომელიც სამწუხაროდ შეეხო აბსოლუტურად ყველა სფეროს, პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რეჟიმზე რაიმე ფორმით მაინც არის დამოკიდებული, ათქმევინებს ნებისმიერ რამეს, ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეფასებები ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაა, რომელიც თავად ვლადიმერ პუტინის დაკვეთას ასრულებს. ამიტომ დიდი ყურადღების მიქცევა ამგვარ განცხადებებზე გამართლებული არ არის. სწორი იქნება სწორად აღქმა იმ კონტექსტის, რა კონტექსტშიც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩემი თხოვნა მათ შორის პროპაგანდისტულ სამთავრობო არხებთან, რომ თქვენს მაყურებელს მიაწოდოთ არა თქვენი სიმართლე, არა თქვენი პროდიუსერების მიერ რუსული ხაზით შეთითხნილი ბრჭყალებში სიმართლე, არამედ ის სიმართლე, რომელიც ჩვენ დღეს გავაცანით საზოგადოებას, მესმის როგორც წესი ამგვარი კითხვების ამოცანა არის ხოლმე ის, რომ თქვენს მაყურებელს აჩვენოთ არა ჩვენი მოსაზრება, არა ჩვენი ბრიფინგი, არა ჩვენი შეფასება და კომენტარი, არამედ თქვენი მხრიდან манипуляციურად დასმულ შეკითხვებზე манипуляციურად მოჭრილი პასუხები, მაგრამ ჩემი უდიდესი თხოვნაა თქვენს მიმართ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომ სხვა მოქალაქეებს, თქვენს მაყურებელს მისცეთ იმის მოსმენის საშუალება, რაც რეალურად ჩვენი მოსაზრება და შეფასებაა რეჟიმის ამ გადაწყვეტილებაზე, რაც გულისხმობდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას. ეს არცეთი არის გავრცელებული ინფორმაცია იყო, ანუ რაც განაცხადა მექიმა ამის და ვერ მოჭრია, ანუ დავასრულოთ? ხო, კი ბატონო, მე ყველას გიპასუხებთ. გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ პირად მექიმა განაცხადა, რომ ის აღარ საჭიროებს არამედ სამედიცინო ჩარევას, სამედიცინო დაწესებულებაში მისი ყოფნა აღარ არის აუცილებელი. წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ გადაიყვანდნენ. ხომ იყო წინასწარ? ჩვენ თუ თქვენ კითხვა თუ ეხება იმას, რამდენად ჩვენთვის ცნობილი იყო, ან ადვოკატებისთვის, ან ოჯახის წევრებისთვის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ეს არავისთვის ცნობილი არ ყოფილა, თავად პრეზიდენტ სააკაშვილს რა გარემოებაში აცნობეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ან როგორ მოხდა მისი გადაყვანა, ბუნებრივია ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ გვექნება, იმიტომ რომ მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი და ესეც რა თქმა უნდა უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ იცის ადამიანის ადვოკატმა და არც ოჯახის წევრებმა, თუმცა პროცესუალურ დარღვევებზე დიქტატურაში აქცენტის გაკეთება ჩემი მხრიდან არაადეკვატურობა იქნება, როდესაც ფართო სურათი და კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის ხელით დევნის პუტინი ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის და მეორე რანგის ამოცანა, ასე ვთქვათ, ივანიშვილის მოქმედებებში არის ის, რომ ამგვარი ნაბიჯებით მან რამენაირად მიიქციოს დასავლეთის ყურადღება და დაარწმუნოს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ის დღეს უნიათო და არ შემდგარი დიქტატორი არ არის, ის შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთი. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მათ შორის იმედის, მათ შორის რუსთავი 2-ის, მათ შორის პოსტივის მაყურებლისთვის. რომ მოისმინონ ჩემი მოსაზრება და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, მიკვირს, რომ ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული და ამიტომ მას ვერასოდეს ექნება ის სამომალაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც აქვს ალესანდრ ლუკაშენკოს, ან რაც შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს საბოლოო მოლაპარაკების მაგიდის, როდესაც შედგება.
შორის მოწამვლებთან დაკავშირებით შიმშილობის საკითხებით თუ არსებობს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი სამედიცინო დასკვნა უახლოესი რომ ეს კი არაერთი უახლოესი არ ვიცი მაგრამ არაერთი დავასრულებ თუ აპირებთ ამის გასაჭიროებას ან მიწოდებას ინფორმაციის პარტნიორებთან რომ მოხდა უკან შეუსაბამოდ და უმეტესად მის გადაყვანა ციფრებში არაერთი სამედიცინო დასკვნა არსებობს მათ შორის წინა სახალხო დამცველისთან არსებული სამედიცინო ჯგუფის, ისევე როგორც მოქმედი სახალხო დამცველის, რომელიც არაფერს არ აკეთებს დედამიწის ზურგზე, მაგრამ მის პირობებშიც კი არსებობს ამგვარი სამედიცინო დასკვნები. თავად თქვენც და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, რაც გრძელვადიან, ხანგრძლივ და მძიმე კვალს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაოდენ ჯანმრთელი არ უნდა იყოს ადამიანი შიმშილობის დაწყების მომენტამდე. ასევე არსებობს არაერთი ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამვლის მსხვერპლი რეჟიმის მხრიდან და ამგვარად რა თქმა უნდა გაცილებით უფრო უსაფრთხო მისი ჯანმრთელობისთვის იქნებოდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანია ფართო სურათის დანახვა, თუ რატომ ხდება ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ახლა, ამ მომენტში, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით იჭერენ პოლიტიკოსებს შეთითქმული, წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალით, იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს ოდესღაც ხელი ჩამოართვეს, ან რაღაც იმეილი გააგზავნეს, ხო ეს არის ბრალი რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ. ან თავად, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხედავთ ახალ ბრალს და პრაქტიკულად ყოველ ჯერზე მრავალი წლის დამატებას მისთვის პატიმრობის, რაც პრაქტიკულად უვადო პატიმრობას გულისხმობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უნდა აღვიქვათ ფართო კონტექსტში და ამის საფუძვლები მე თქვენ დღეს დაგისახელეთ. ერთი ეს არის ის, რომ ის არის ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარი და მტერი, რატომ? იმიტომ რომ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ის არ დაუთმო მტერს 2008 წელს და მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება. მე უმორჩილესად გთხოვთ, უკვე სამჯერ გავიმეორე ეს ორი საფუძველი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით და უმორჩილესად გთხოვთ, რომ რუსთავი 2-ის, იმედის და პოსტივის მაყურებელს ამ შემთხვევაში მაინც გამონაკლისის სახით ჩვენი შეფასება აღნიშნული გადაწყვეტილების მოასმენინოთ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილსაც, რომელიც ჩემთვის გასაკვირად, მაგრამ ირჩევს, რომ გადართოს იმედზე ან რუსთავი 2-ზე, პოსტივიზე, მათაც ჰქონდეთ სიმართლის მოსმენის შესაძლებლობა. მადლობა ამ კითხვისთვის, ვინაიდან ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დააყენა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააფთრებულია სამთავრობო პროპაგანდა, მათ შორის ჩემს წინააღმდეგ თითქოს და მე ოდესმე რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს მოვუწოდებდი ან ვემუშავებოდი იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩერო ნუვიზო მიმოსვლა, ეს არის ტყუილი, ეს არის მტკნარი სიცრუე და აქაც ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ თქვენმა მაყურებელმა ჩემგან მოისმინოს სიმართლე. ყველა შეხვედრაზე და ეს არაჩვეულებრივად იცის ასინეთა მდინარაძემ და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ყველა წევრმა, იმიტომ რომ ისმენენ და თვალყურს ადევნებენ ჩვენს თითოეულ მოძრაობას, ძალიან კარგად იციან რა არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა და დედაქალაქი მოვიარე იმისთვის, რომ პარტნიორებს ვეხვეწოთ, რომ საქართველოს არ გააუქმო უვიზო მიმოსვლა. მაშინ როცა რეჟიმი ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას, რომ დაისაჯოს რეჟიმი და არ დაისაჯოთ საქართველოს მოქალაქე. მადლობა ღმერთს, რომ აღნიშნული გახდა შესაძლებელი პოლონეთის პრეზიდენტობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ეგრეთ წოდებული ბლანკეტური წესით, ანუ რაც ყველაზე ვრცელდება. არამედ ეგრეთ წოდებული ტარგეტირებული, ანუ შერჩევითი წესით მხოლოდ რეჟიმის წევრებზე. პროპაგანდისტებზე, რომელიც შეიძლება ზოგიერთი თქვენი თანამშრომელი იყოს წუხვარ, ამას არ დავმალავ. ეგრეთ წოდებულ ფინანსურ ელიტაზე, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებზე, რომლებსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოაქვთ, ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე და არა საქართველოს რიგით მოქალაქეზე. ამიტომ მესმის, რომ მათი პირადი ინტერესის შელახვა ხდება, მაგრამ პროპაგანდისტებს მაინც მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ვთხოვო, რომ მოასმენინო ხალხს სიმართლე. თინა ბოკუჩავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდი მთელს ევროპაში დადიოდა და პრაქტიკულად ყველა ევროპის დედაქალაქი შემოიარა თხოვნით. არ გაუქმოთ საქართველოს უვიზო მიმოსვლა. და ეს შეზღუდვა დაუწესეთ მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრებს, ივანიშვილს და მის გარემოცვას. და თუ ასინეთა მდინარაძეს ერთი მტკიცებულება მაინც აქვს. ან ჩემი ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის, ან ჩემი წერილობითი კომუნიკაციის, სადაც მე საპირისპიროს ვამბობ, მე ძალიან მინდა გთხოვოთ თქვენც, რომ მოთხოვოთ ამგვარი მტკიცებულების წარმოდგენა და მეც მინდა ვთხოვოთ თქვენი არხების გამოყენებით, რომელსაც ალბათ უყურებს, წარმოადგინოს აღნიშნული მტკიცებულება, ან აღიაროს, რომ ის საქართველოს მოქალაქეებს ატყუებს პირადად ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანიის გაჩაღების მიზნით. მსგავსი შეხვედრების დროს ხო მსგავსი შეხვედრების დროს ახლა ასევე მე სანამ პოლიტიკოსი გავხდებოდი მქონდა პატივი მემსახურა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში და იცით რომ არანაირ დიპლომატიურ პროტოკოლში არ ჯდება რომ მე მეორე მხარის პოზიციებზე მათ ნაცვლად ვისაუბრო, ხო, მე შემიძლია გაგაცნოთ მე რა პოზიციებს წარმოვაჩენ ხოლმე, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული უკვე საჯარო დისკურსის ნაწილია, შემიძლია გითხრათ რომ მანამ სანამ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებული ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა. უვიზო მიმოსვლის შეჩერება მომხდარიყო მიზნობრივად კონკრეტულ ჯგუფებზე, მანამ სანამ ეს შესაძლებლობა იარსებებდა. ისინი განიხილავდნენ უვიზო მიმოსვლის ბლანკეტურად შეჩერებას სამწუხაროდ. და მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ჩვენგან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისთვის გადავარჩინოთ უვიზო მიმოსვლა და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე მოხდეს აღნიშნულის გავრცელება. და ახლა მინდა გითხრათ, რომ ყველა ბუნებრივია ამ უკანასკნელ მიდგომას ემხრობა და არა იმას, რომ აღნიშნული მექანიზმის შეჩერება მოხდეს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დიდი ძალისხმევა მაქვს ამაში ჩადებული, მე პირადად და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდს, რომ უვიზო მიმოსვლა გადარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და თქვენმა მეგობრებმა, სტუდენტებმა, ადამიანებმა, ვისაც შეიძლება სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდეს გადაუდებელი ევროკავშირში და ბევრმა სხვამ არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის პრივილეგია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამერიკის მხრიდან და მათ შორის ევროპის მხრიდან გაკონტროლდეს თუ როგორ სრულდება ეს აქციები, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტს ახსენებს. პირველ რიგში ჩრდილოვან ფლოტზე ჩაგიკითხებით, თქვენ რომ შეაფასოთ დასავლეთიდან და ცენტრალურ აქციები, რამდენად საკმარისია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აქციების რამდენად საკმარისი აქცია დაწესდა და რამდენად მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს სრულდება თუ არა ეს აქციები. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისე როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ფინანსური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის რუსეთზე იმისთვის, რომ
შეიზღუდოს მისი საომარი მანქანა და ამით დაასუსტონ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და უკიდურესად სამწუხაროა რომ ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის რუსკოცური რეჟიმი მტრის ინტერესს ემსახურება ბევრი მისი გადაწყვეტილებით და მოქმედებით მათ შორის უახლესი მაგალითი არის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ამუშავება საქართველოში რუსული ნავთობისთვის მაშინ როდესაც ვიცით რომ სწორედ ამგვარი ქარხნების და ასეთი ქსელის დასანქცირებით ცდილობს დასავლეთი რომ ფინანსური პრობლემები შეუქმნას რუსეთს რაც შემდგომ რა თქმა უნდა აისახება მის დასუსტებულ პოზიციებზე ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს დღეს ყავს de facto ხელისუფლება, რომელიც არის არა ცივილიზებული სამყაროს, არა უკრაინის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს და სადარაჯოზე, არამედ პირდაპირ და მიზანმიმართულად ემსახურება მტრის ინტერესს. ანუ იზიარებთ მარკო რუბიოს განცხადებას, რომ სუსტია ევროპის ნაბიჯები სანქციების კონტროლთან დაკავშირებით და დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ გაგონდეს ჩრდილოვანი ფლოტი, როგორც რუბიო ახსენებს. გიპასუხეთ ამაზე, ვიცი. ევროპის მოქმედება რამდენად შესაბამისია სანქციების კონტროლთან დაკავშირებით? პაპუაშვილს და მდინარეძეს გადაეცით, რომ ნაკლებად იღელვონ ევროპაზე და საკუთარ თავს მიხედონ. კიდევ ამასთან დაკავშირებით ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა გამოძიება რუსულ ტანკერებს ამარაგებდნენ. ანუ ეხლა რას პედალირებთ, რომ ევროპა სუსტია და ამიტომ არ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ანუ ამოცანა არა, ხო და მაინტერესებს, აი რა ამოცანა გაქვთ? მაყურებელს რა უნდა უთხრათ? რომ ევროპა სუსტია, ამიტომ არ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, შევეკრათ ჩინეთს, ირანს და რუსეთს. ეგ არის თქვენი სარედაქციო პოლიტიკა. ანუ რა სიუჟეტს კრავთ? ამ სიუჟეტს კრავთ? ხო და მე ხა რა ვიცი, მე ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი სუსტია და ჩინეთი, ირანი და ოკუპანტი რუსეთი უკეთესი მოკავშირეა საქართველოსთვის. მე მინდა რომ ჩემი სამი შვილი გავზარდო ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრია. ზუსტად იმას მეკითხებით, რასაც მე გეუბნებით და გიპასუხეთ, მადლობა. შემდეგი. ამაზე გიპასუხეთ. არ გიპასუხიათ. გიპასუხეთ. სათანადოდ ხდება თუ არა ევროპაში სანქციებზე? სათანადოდ გიპასუხეთ. არ გიპასუხიათ. ირაკლი. ანუ საკონსტიტუციო ირაკლი. გიპასუხა. ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელმა. აი, დავასრულეთ ხო მაგრამ. არა, ცოდოოპერენ. არა, რა ვიცი, ხა მაშინ აცალოს კოლეგებს ხა. ხო. ხო, საკონსტიტუციო სასამართლო ისევე როგორც ყველა სხვა სასამართლო ინსტანცია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ივანიშვილის სრულ მორჩილებაშია, რამდენიმე მოსამართლის გამოკლებით, რომელიც სავარაუდოდ ჩემი მოლოდინით განსხვავებულ მოსაზრებას დაწერს აღნიშნულ სარცელში, ამიტომ ერთგვარად შეიძლება ითქვას ამ სასამართლო დავის ფინალი, ამ ტრაგიკომედიის ფინალი ერთგვარად უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა ჩვენ მაინც მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ ისტორიისთვის, სიმართლისთვის და მათ შორის ჩვენი პოზიციონირებისთვის შემდგომ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და ამის შესახებ პარტიამ ასევე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ოფიციალურადაც გაგზავნილი გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში. რომელი საერთაშორისო პარტნიორობის თხოვნით და მოთხოვნით დაგიძველდათ ჩემო ძვირფასო ეს კითხვა, მაგრამ შემიძლია პასუხი გაგიმეოროთ, არ დაგზარდებით. როგორც ახლა თქვენს კოლეგას ვუპასუხე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიას დარჩეს ჩვენი მართალი სიტყვა და როდესაც საქართველოს კვლავ ეყოლება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
ამ პროცესის ნაწილი ასევე იყოს ევროპის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საერთაშორისო ევროპულ სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციები სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავად ამ პროცესში, რომელიც სამწუხაროდ ერთგვარი ტრაგიკომედიაა და რომლის ფინალი უკვე ყველასთვის ცნობილია, მაინც მივიღოთ მონაწილეობა. ამას გულისხმობდა ჩემი კოლეგა, როდესაც ისაუბრობდა, მაგრამ რადგან თქვენთვის არ იყო საკმარისი ჩემი მხრიდან 2-3 დღის წინ გაკეთებული განმარტებები, კიდევ ერთხელ არ დაგზარდით და გაგიმეორეთ. მადლობა. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოზე წინ არის უკრაინა. მაინტერესებს თქვენ იგივეს ფიქრობთ თუ არა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე წინ არის? არაერთი განცხადება მოგისმენიათ. თქვენ რატომღაც პაվել ჰერჩინსკის განცხადებაზე აქცენტირებთ. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ასევე ნახოთ განცხადებები ევროკომისიის საგარეო წარმომადგენლის და ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის მხრიდან, ისევე როგორც მარტა კოსი, რომელიც გაფართოების კომისარია, რომელიც უშუალოდ ამ თემებზე საუბრობს ხოლმე და ბევრი სხვა ევროპელი ლიდერის მხრიდან, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოში მოწინავე ქვეყანა საქართველოს სახით დღეს ბოლო ადგილზეა და ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას და რიგ შემთხვევებში სომხეთის ევროპულ პერსპექტივასაც კი უფრო რეალისტურად აფასებენ ვიდრე საქართველოს, რაც ძალიან დიდი გულის ტკივილია ჩემთვის პირადად. დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აცნობიერებს, რომ რომარა ივანიშვილის რუსკოცური რეჟიმი დღეს საქართველოს გაცილებით უფრო ახლოს იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ვიდრე უკრაინა, ვიდრე მოლდოვა და სომხეთზე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ხომ საერთოდ საუბარი არ იქნებოდა შედარების თვალსაზრისით საქართველოსთან. ეს არის დიდი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც უდიდესი გულის ტკივილია ჩემთვის და რომლის რევერსირება, ანუ ეს შეცვლა ამ მდგომარეობის არის ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარწმუნებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება და საქართველოს უმოკლეს ვადებში დაიბრუნებს მოწინავე პოზიციებს და გახსნის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. და ამას რამდენი სიკეთე მოყვება? მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. კონკრეტული ფინანსური სარგებელის თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამაზე შეგვიძლია დამატებით და დეტალურად სხვა დროს ვისაუბროთ, თუ გვექნება შესაძლებლობა. ერთ შეგეკითხებით ამაზე, თუმცა ევროკომისიის გამოქვეყნებული ანგარიშების სიუხვარამეს ამბობს ანგარიშებსა კვლევები, მაგალითად ერთ-ერთი კვლევა, რომელიც არჩეული მთავრობის ფუნქციონირების შეფასებას ეხება, საქართველოს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე წინ არის, მოლდოვა და უკრაინა კი რაღაც ბოლო 6-ში ხდება. ასევე მეორე კვლევა დანაშაულების კონტროლის ეფექტიანობას ეხება. იცით რა არის? აი საქართველოს საუკეთესო ქვეყნების 20-ში მსოფლიოში. იცით რა არის? საზმაუც და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაც ჩამოყალიბდეს. არ უნდათ ევროკავშირი თუ უნდათ ევროკავშირი? იმიტომ რომ ერთის მხრივ მუდმივად იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი მტრულად განწყობილი ქვეყნების გაერთიანება საქართველოს მიმართ და ევროკავშირის ლიდერებთან კომუნიკაციის კრიმინალიზება და ამ საფუძვლით ადამიანების დაკავება და მეორეს მხრივ იმის მტკიცება, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ამოგლეჯილად რაღაც ანგარიშების მოხსენება, რომელსაც ახლა თქვენ ალბათ ციტირებთ, მე არ შემაქვს ეჭვი თქვენს მიერ მოყვანილ ციტატებში. ეს არის სრული კოგნიტური დისონანსი, ანომალია და აბსურდი და ამიტომ ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ ოდნავ მეტი თანმიმდევრულობა იქნებოდა უმჯობესი. აბა ბატონ გახარიაზეც ვთქვათ და დავიშალოთ. როგორ
მეტიც 20 ივნისთან მიმართებაში ჩემი ღმერთმენით გიორგი გახარიას პირველ უკანონო გასრულასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს გვერდი აუარეს და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღო ანზორ ჩუბინიძემ. მე ასე ვფიქრობ და მათ შორის 20 ივნის გახარიასთან პირადი კომუნიკაციის საფუძველზე, რომელიც პარლამენტის შენობაში შედგა, მაქვს იმის საფუძველი, რომ ასე ვიფიქრო. ამიტომ, რა თქმა უნდა, აბსურდია ახლა მხოლოდ გახარიას დადანაშაულება აღნიშნულში, უბრალოდ ივანიშვილს პოლიტიკურად ახლა ეს დაჭირდა და ეს დასტურია იმის, რომ ივანიშვილთან გარიგება ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით, ან ნაციონალური მოძრაობის დღე-დაღამე ლანძღვით, ან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლით ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების გზით, თავისუფლებაში და ინდულგენციაში მაინც არ იცვლება. გახარიასთან კითხვები მქონდა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მათ შორის იმ უამრავ დანაშაულზე, არჩევნების გაყალბებით დაწყებული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით დამთავრებული, რომელიც მას მხრებზე აწევს და დღეს რაღა კითხვა უნდა მქონდეს საზღვარგარეთ გაქცეულ გიორგი გახარიასთან. არანაირი კითხვა არ მაქვს.